ხდება მართლა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, როგორც ფინანსურად, ასევე სხვადასხვა ოპერაციების დავასრულებ თუ შეიძლება. ვის დახმარება თუ შეიძლება ჩაგიკეთოთ? სოციალურად დაუცველი ადამიანების, მათ შორის დავასრულებ თუ შეიძლება, კალტონინო. ამიტომ კონტექსტი მთლიანად უნდა ვანახოთ, ტენდენცია უნდა ვანახოთ და გავაკეთოთ ანალიზი. ბუნებრივია მე გორში ვიყავი ომის დროსაც და იმის მერე ძალიან ბევრი ჯერ. ამ ადამიანებთან ეს ცით რომელი კორპუსის წარმომადგენლები არიან, რომელი კორპუსის დაიბომბა. დროსაც ზუსტად იქ ვიყავი, ამიტომ ძალიან დეტალურად ვიცი ეს ამ ადამიანების შემთხვევებით და ის სურათის ბუნებრივია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ეგზემპლარი ყველა იმ მოქალაქის, რომელიც დაზარალდა ომის შედეგად. მოდი ესე ვთქვათ, რომ თქვენ ჩემი აზრით არასწორად ჩათვალეთ, მე დავასრულებ ჩემ პოზიციას ვიტყვი და მე კიდევ ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა რაღაცაზე ვსაუბრობ, პრობლემს როცა გამოგვაქვს სამჯავროდ და ეს მართლაც პრობლემაა, ეს საკითხები გამოსარკვევია, თუ ადამიანებს არ ეხმარებიან ანუ ადამიანს ყოფნის კრიტერიუმს და მიუხედავად ამის სახელმწიფო არ ეხმარება, ეს არის გამოსარკვევი და გამოსასწორებელი. და ძალიან კარგია, როცა ამაზე თუნდაც მედია მიუთითებს, თუმცა თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ობიექტურები და თუ ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ სრული სურათი, მე ძალიან ვთქვი, მომავალში, როდესაც ანალოგიურ სიუჟეტებს გააკეთებთ, მთლიან სურათს დავაკვირდეთ, როგორ დაეხმარა სახელმწიფო იქნება დევნილები თუ ადამიანები, რომელსაც მიადგა ზიანი რუსეთის აგრესიამ. ამ ციკლს და პირობას გაძლევთ, რომ გაჩვენებთ უფრო მეტ ადამიანს, ვისაც ჭირდება თქვენი უშუალო დახმარება. დამატებითი დახმარება საჭირო ამ ადამიანების მიმართ, თუ აქ არის რაიმე დარღვევები, რაიმე არასწორად არის გაკეთებული სახელმწიფოს მხრიდან, ამაზე არ განსაკუთრებული. აი, თქვენ ნახეთ ბატონო აკაკი, ამას ჭირდებათ როგორ ფიქრობთ, როგორც დეპუტატი დახმარება. მე არ ვიცი, დიდი ბოდიში, მე ერთი შეხვედრით ბუნებრივია ჭირდება, თუმცა აქ არის საუბარი ოპერაცია უკვე ჩატარდა, რაღაც დახმარება იყო, მე უბრალოდ ამ დეტალებს არ ვიცნობ, ეს ჩემი სფეროც არ არის. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული ყურადღება იქნება ამ ადამიანებზე მიმართული და თუ დახმარება ამ ადამიანს ეკუთვნით და პირველ რიგში მართლაც ისინი ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთის აგრესიის სვერპლები და მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოებამ და სახელმწიფომაც. ამას ხაზს უსვამს. რა არის დეპუტატის სფერო ბატონო აკაკი თუ არა ადამიანების დახმარება, რომელიც ამ ომის შედეგად დაზარალდნენ? არა, პირველ რიგში ეს ძალიან დემაგოგიური კითხვაა ჩემი აზრით. მე თქვენ მითხრათ იმაზე გამოგეხმაურეთ ბატონო აკაკი. ეს არა, მე დეტალურად არ ვიცნობ ამ საქმეებს, გამომდინარე სპეციფიკიდან, ჩემი სპეციფიკიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეთ, თუმცა თქვენც გთხოვთ მომავალშიც რომ სიუჟეტი იყოს კონტექსტუალური, იყოს ფართო და საზოგადოებას აძლევდეს ანალიზის საშუალებას და არა იყოს ორიენტირებული კონკრეტული პოლიტიკური ზიანის მიყენებას. და ეს მაგალითად სამწუხაროდ მე თუ ჩვენ ღიად საუბრობთ, თქვენ ფიქრობთ რომ ამით ჩვენ ახლა ზიანი მივაყენეთ ვინმეს რომ გაჩვენეთ ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლის მოვლაც თქვენი მოვალეობა როგორც ხელისუფლების. თქვენი ფუნქცია არის მართლაც ანახოთ რა პრობლემა არის ამა თუ იმ რეპორტაჟში. ვერ ნახეთ ამ რეპორტაჟით? და დავასრულებ, მართლაც არის რა პრობლემა არის, სად არის პრობლემის საფუძველი და ფესვი. ეს უნდა ანახოთ, მათ შორის კონკრეტული ადამიანების ბედი, როდესაც ჩვენ განცალკევებით ანახებთ 2 ან 3 შემთხვევას, რომელიც შეიძლება მართალი იყოს, მე ამას არ გამოვიწყობ, თუმცა შეიძლება არც იყოს მართალი, ეს სხვა საკითხია. ჩვენ უნდა გვანახოთ ის ტენდენციები, ის პრობლემები, ის ხარვეზები, რომელიც ამ სფეროში არის. რატომ არ დავეხმაროთ ჩვენ ამ ადამიანს? რატომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის დანაშაულია, თუ ეს არის ზოგადი პოლიტიკის შეცდომა ამ სფეროში ვიძახი, თუ ტემპი არის ნელი თუ რაღაც სხვა არის შესაძლებელი. ეს სწორედ ამ კითხვებზე საპასუხოდ მოგიწევთ თქვენ და ბატონო აკაკი, ვის მიმართოთ კითხულობენ ეს ადამიანები? თქვენ რას ეტყვით, ვის მიმართონ? სპეციალური სამსახურებები, შესაბამისი სამინისტროები, ეს ამოწურულია ეს რესურსი, ისინი ყველგან იყვნენ, ყველგან არსებობს ამ სამი ოჯახის წერილები. წერილებზე არ არის მხოლოდ საუბარი, ეს შესაბამისი სოციალური აგენტები, მე არ ვიცი ამოწურულია თუ არა, თუმცა ეს ამბავი გასარკვევია და ამაზე ბუნებრივია მე მიმართ შესაბამის ადამიანს. ეს თქვენ ამ სიუჟეტს დეტალურად არ იყო გამოკვეთილი და გარკვეული, რაც ჩემი აზრით პრობლემაა ზოგადად ამ სიუჟეტთან დაკავშირებით. სხვა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, დავასრულებ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ. ადამიანების ბედი არის მთავარი ამ სახელმწიფოსთვის, მაგრამ შეცდომები შეიძლება იყოს ყველასთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ მიმართებაში და თქვენი ვალდებულებაა პირველ რიგში რომ სწორედ აი ამ შეცდომების რეალური საფუძველი გვანახოთ, რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს. ყველამ ჩვენ ერთად გამოვასწოროთ ეს შეცდომა. მე ხა შემიძლია მაგალითებიც მოგიყვანოთ ძალიან ბევრი სიუჟეტის, რომელიც ძალიან კონტექსტუალურად ამოღებული იყო ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ და იყო არასწორი, თუნდაც ამაზეც ვისაუბროთ. კარგით. თუნდაც არჩევნების პერიოდთან დაკავშირებით. მედია კრიტიკისთვის მაინც არ მომიწევი ხარ მართალი რომ გითხრათ. მე მეგონა რომ თქვენ როგორც დეპუტატი აქ მეტ პრობლემას დაინახავთ და უფრო პრობლემად აღიქვამდით ამ ადამიანების ყოფას, ვიდრე იმას მაესტრომ როგორ რეპორტაჟი გააკეთა. თალსახა არის რომ ჩვენი რეფორმების ის ნაწილი, რომელიც ეხება სოციალურ სფეროს, მართლაც არის ძალიან ბევრი ხარვეზებით, შეიძლება ითქვას ტემპზეც, შეიძლება ითქვას მიდგომებზეც, ძალიან დიდი ხანია საუბარი იმ კრიტერიუმებზე, რამდენად ადეკვატურია ეს კრიტერიუმები, რომელთაც სახელმწიფო განსაზღვრავს ესათვის ადამიანის სოციალურად დაუცველი თუ არა დაუცველი. მართლაც ძალიან დიდი სფეროა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ
ხელი დავაკელით ამ სპროს რაღაც პერიოდში და ამაზე საუბარი გვჭირდება, ამაზე ექსპერტიზა გვჭირდება მედიისაც, გვჭირდება ოპოზიციისაც, ექსპერტებისაც, ვინც ამაში ბოლომდე ბუნებრივია, ამაზე დიდი ხანი არის საუბარი. მოგმართოთ თქვენ ჩვენი ეთერის საშუალებით დავუკვირდეთ ამ ადამიანებს, გორი გვიყურებს ჩვენ მაესტრო ფარავს. ეს ადამიანები მოგმართა მე ბოლომდე გავარკვევ, თუ ეს ადამიანები არ მიენჭათ ის დახმარება, რომელიც სახელმწიფოს უნდა გაეწემა. ისინი ცნობილი ფოტოების გმირები არიან, სხვა შეხსენი სოფლიო, სწორედ მათ საშუალებით ხედავდა რა ხდებოდა გორში. მე კიდევ ერთხელ პატივცემულები ადამიანები არიან, უბრალოდ მე არ ვიცი როგორ მოიქცა სახელმწიფო, თუ სახელმწიფო არასწორად მოიქცა ამ შემთხვევაში ეს უნდა გამოსწორდეს. არასწორი საქციელი ბატონოკი ვერ გაგანებთ სანამ არ მივიღეთ პასუხს. ძალიან მარტივი არასწორი მოხდება რას კი ადამიანს რომელსაც არ აქვს ფეხი და არ აქვს დახმარება. ფიქრობთ რომ სწორი საქციელია სახელმწიფოს მხრიდან თუ არ არის? როგორი დახმარება არის საერთოდ? არ აქვს საერთოდ. არ ქონია არც ერთი კაპიკი დახმარება ფეხის მოკვეთის შემდეგ. სამწუხაროდ ცოტა მიჭირს სიუჟეტიდან ამაზე დასკვნების გაკეთება. და გამომდინარე გამოცდილებიდან და ამიტომ თუ ეს ადამიანები მომართავენ მე პირადად მე შემიძლია დეტალებში გავარკვიო და თუ მართლაც სახელმწიფო არ გაუწია დახმარება და გავარკვევთ თლიან სიტუაციას, სახელმწიფო მათ დახმარებას გაუწევს. ეს არის გორში ხშირად ჩადიხართ, რას ვისხდებით ბატონო აკაკი? ეს ადამიანები გინახავთ კონკრეტულად. ეს ადამიანები და ადამიანები და დევნილებიც მინახავს ძალიან ბევრჯერ, იქნება წეროვანი, იქნება გორი, თუ სხვა ადგილებში. კონკრეტულად ამ ადგილას როგორც ჩანს არ ყოფილხართ, ხო ბატონო? არა, ამ ადგილას ძალიან სამწუხაროდ რუსეთის აგრესიის შემდეგ ძალიან ბევრი დევნილია საქართველოში და არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის შემდეგ, უბრალოდ 2008 წლის აგრესიის შემდეგ, არამედ 90-იანი წლების დასაწყისიდან და მაგრამ დამერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა დარწმუნებული ვარ ნამყოფი ამ ადამიანებთან და გასაუბრები ამ ადამიანებს ამაზე ორი აზრი არსებობს. მაგრამ სამწუხაროდ პირადად მე ამ ადამიანებთან შეიძლება საშუალება არ მქონდა და მე ხსოვთ გაურკვეველი. კარგი, იმედია მათ მიიღეს პასუხი თქვენგან მეტნაკლები. თავარია მათ მომმართვა და ყოველ პრობლემა გადაგარკვეული. მიდრე გორის თემას გავხსნებოთ ბატონო აკაკი. გორში დემონტაჟი სტალინის ძეგლის მოხდა, ამან გამოიწვია სხვადასხვაობა ამ თემაზე ჩვენ დღეს არ ვიმსჯელებთ უკვე ყველაფერი გასაგებია, დასრულებულია ეს ამბავი. ერთ-ერთი კითხვა მაქვს. რატომ მოხდა ღამით ფარულად და რატომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თრიალეთის ჟურნალისტს, ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი სხვა ფუნქცია არ ჰქონდა იქ თუ არა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება, გადაღება. პირველ რიგში ძალიან როცა ამ კითხვებს ვსვათ, ბუნებრივია უნდა გავარკვიოთ ისევ და ისევ კონტექსტს უბრუნო, ძალიან მარტივია. ეს იყო მონუმენტი, რომელიც საკმაოდ რთულად მოსახსნელია და შეიძლება მისმნა, ასე ვთქვათ, გადაადგილებამ საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ბუნებრივია მისი ამ მონუმენტის მოხსნა დღისით, დღისით პრობლემები შეუქმნა მოძრაობას გორის ცენტრში და კარგად იცით სადაც დასამალი ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა ამას ამბობთ თქვენ დასამალი ხელისუფლებას არაფერი არ ჰქონდა და არც არასდროს ექნებოდა პოზიცია ძალიან ცალსახა იყო რომ სტალინი არის ადამიანი რომელიც წინ წარუძღვა საქართველოს ოკუპაციას 21 წელს და ის არ შეიძლება იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ქალაქის ცენტრში როგორც მონუმენტი სამაგალითო მონუმენტი ის უნდა იყოს გადატანილი მუზეუმში და ეს მუზეუმი უნდა იყოს კიდე ერთი მაგალითი იმ ოკუპაციისა რომელიც საქართველოში განხორციელდა მე გითხარით ტექნიკური საკითხები რატომ მოხდა ეს ღამე თუმცა ნაჭერი ჩამოაფარეს იმ ვიდეო კამერას რომელიც პირდაპირ ეთერში ლაივში ეგრეთ წოდებულში მთელ მსოფლიოს აჩვენებს რამდენიმე ქალაქის ცენტრს და მათ შორის გორს ძალიან დიდი ბუდიში მაგრამ ესეც ძალიან არაარგუმენტირებული მეჩვენება ამ არა ხო თუ კი ფოლო საფრთხეობა იყო ამისი მიზანი ხო რომ მაგალითები არ დაზარალებულან კამერის დაფარვა რატომ იყო ეს დაკავშირებით როდესაც დახურულია ტერიტორია იმისაც რომ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება რაღაცა ტიპის საქმიანობა ეს იქნება თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა როდესაც ტექნიკური მიზეზების გამო ადამიანებს შეშობა იქ არ შეიძლება მათ შორის ადამიანის საფრთხეების გამო ბუნებრივია ყველა უნდა დაემორჩილოს ამ წესებს ეს იქნება ჟურნალისტი თუ ეს იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. ამას შეიძლება რომ ფიზიკური ანგარიშსწორება იქნეს დაშვებული და მისაღებია ეს ბატონო დავასრულებ. იგივე რომ განხორციელდეს ეს იქნება ვაშინგტონში, ბერლინში, პრაღაში თუ ბუდაპეშტში თუ წაართმევენ ჟურნალისტ კამერას მასალას პრაღაში და ამერიკის შეერთებული შტატებში. და აქამდე მივდივარ, დიახ დამდგულად თუ ძალადობა გამოყენებული იქნება პოლიციის მიმართულებით და ამ ძალადობის დიარაღი იქნება კამერა ან სხვა საშუალება თუ ესეთი ფაქტი არის ბუნებრივია ესეც მოხდება. თუმცა მე როგორც ვიცი ეს კამერას დაბრუნებულია და ყველა ეს მასალას დაბრუნებულია. მასალა არ არის დაბრუნებული მეორე ლოგიკურად დასამალი რომ არაფერი არ იყო ძალიან ცალსახაში მსოფლიო პრესა აჭრელებულია სტალინის ძეგლის მოხსნით და ეხლა რა უნდა იყოს დასამალი სტალინის ძეგლის მოხსნაში.
ყველა ხო თვალსახად რამოდენიმე საათში გაიგებს რომ ის ძეგლი იქ არის. ჩვენც გვაინტერესებს რა იყო აქ დასამალი ჟურნალისტი იღებდა ძალიან მარტივად თავისათვის ასრულებს. არ უნდა იყოს ცდელობა იმისა რომ რაღაცა ეს კონსპირაციის თეორიები მოვიძებდა. ძალიან მარტივი ტექნიკური საკითხები იყო აქ და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ძეგლის არარსებობას ყველა გაიგებდა რამოდენიმე საათში, რამოდენიმე წუთში და ყველას ნათელი იყო რომ ხდებოდა ძეგლის. ვინ შექმნეს კონსპირაციის თეორია ბატონო? არ ვიცი მე ამაზე არ ვსაუბრობ ვინ შექმნა მათ, თუმცა ეს რაღაც კონსპირაციის თეორია რომ